შენ გაჭამე. შენს გაუმარჯოს. საღამო მშვიდობის. ბატონებო და ქალბატონებო. აი მე ვიყავს სახში ვნახოთ. ფეხსაცმელებით თუ ვიხდებით. აუ წეღადაც ვიდეო რო მამა წავიდა იქ. ესე იგი, წეღარო ვიდეო დავდე, სავარაუდოდ ვიდეო თვალი იყო გასასწორებელი. კი არა და გასასუფთავებელი და მე მგონი ახლა ცეგრია. რავი. ეთი გავსუფთავ. მოიცადე. ის რა არის? ეს არის ამ შემოდგომით ივანეს ახალ ჯინსის კურტკაზე მოსძვრა ღილი. მაგიტო არ მიყვარს ეს რკინის ღილები რა. ხო და ჩავდი ამის ჯიბეში. ეხლა სანამ თქვენ იტყვით რომ შემოდგომის მერე ჯიბე გაგირეცხიაო როგორ არა. უბრალოდ აი ესე მქონდა შეკრულ მდგომარეობაში რომ ვიცოდი რომ დავკარგავდი და ამიტომ შემოდგომის შემდეგ ეს ჯიბე უბრალოდ არ გამომიყენებია და ეს ერთი კვირა ივანეს ჯინსის კურტკა გადმოუღე. ხო და ვისა. რა ვიცი. რიგო. ხო და ხარო მოვა. იქნებ გავუკეთო. არ ვიცი კეთდება თუ არა რა. კი ვიცი რომ თბილისში აკეთებენ, მაგრამ ეხლა მის გამო თბილისში ხوار წავიღებ. რო გავუკეთო მეთქი და ცოტა დავარტყა არა არის ზავს. რა ვიცი კაცო. ყოველ შემთხვევაში შემოდგომის მერე ვინახავ და დავიტოვებ ეხლა. ესე იგი მე რო სახში ვარ, ის მადამბლავებს აი იქ რო ჩანს. დილას თათარა ეხლა ამ წამს პერაშკები მოვრჩი რა ვიცი, სანამ დაღამდება რამე მოუნდება კიდე. ჭამა დალია ზის რა ენაღვლება. კარგად გესმის ესე იგი მაგ ყურსას მერე. ისე ეგ ტელეფონი რომ დაიტენოს და მერე აიღო არა? ჰა? და ჯერ დაირანდე პროცენტია. ქეთის ველაპარაკებით. აბა ქეთი. ქეთის ველაპარაკები. როგორ ელაპარაკება ჩუბათიჩი და თვალები? რაღაცა საწე. რაიმე და ქალოჭკები. ხო და რამდენი პროცენტია? დაიცა ახლა ნახე. 41. ხო და გამოუაძრე იქიდან ეგ ჯობია. ეგ უფრო ზიანდება ბატარეა. თან შეერთებულზე როგორ. აი ეგ და მე შეერთე. აუ დავიღალე ხალხ როგორ და მართლა იმედი არაფერი აღარ მოუნდება ამას ან საჭმელი. რაღაცა არ გავაკეთებ. მე ხა იმას ავპირდი, ცოტა პიულეთ დამრჩა. გავათხელე მწვანებები უყავი და ესა მე მგონი საკმარისი იქნება რა დღევანდელი დღის დასასრულისთვის და ხვალე ვიფიქროთ. ხო და თან უყურე ძალიან მაგარ ფილმს. ჯერ უზომოდ მიყვარს არ ამკითხოთ ახლა რა ქვია, იმიტომ რომ არ ვიცი. გლის მოძებნე, უბრალოდ ვიზუალურად ვიცი რომ მაგარი მსახიობია და ქვია მძევალი. ძალიან მაგარია. გოგოს რო გაიტაცები და თავის შვილს და მე რო რა ვიცი, ყველაფერს რო იზავს რომ მივიდეს იქამდე. ერთი თუ კაი იყო, მაგრამ დავიღალე. ანუ მეც ხო დავიღალე, ჭამითაც დავიღალე, იმიტომ რომ ერთი იცი როგორ ვაკეთებ ხოლმე. ნანუშკი, შენი ლავაშების ცომით ვაკეთებ ხოლმე ყოველთვის პერაშკებს და ყველაზე მაგარი რა არის, იცით? თხელი ცომი გამოდის, აი რაღაცნაირად საოცრად თხელი ისე რომ აი იტყვი რომ რაღაცა მარლაშიაო შეხვეული ეს კარტოფილია კოკი. ბიჭო! ყველა ვიდეოზე კოკის რატო ყვირი ვარ? კატაკარი. შომ. რო გამოვათრიო ცოტა ხანი. ეს წამდამელოდეთი. იმეთი არცად არ არის ჩვენ საწოლზე არა, მიდი რა ჩვენ საწოლზე ნახე იქ ის ხო. ისიც ხوار მივარდება და შეჭამ. ჰა? ისიც ხوار მივარდება და შეჭამ. რა ვიცი, შვილო თავზე რომ ახდეს. მოდი აქ.
მოდი, თავ გასახმებო შენ. მიკმინა უყურე. მე ჩემი ბავში არის. ეს არის ჩემი ბავშვი, სულ რომ მეჭყუბება ხოლმე და სულ რომ დარი აქ არის? აი ჯეზადის წყარო რა. ჰა? მან ხენდა დამისიღნა რა. აი გაგამწარებ აქ არ მოხველია რა. არ მიკმინო თორე მაგრად გცე. ჰა? აი ეგ იყო ჩვენთან იყავი გოგო? აქ რა უნდა? იქა. დავიღალე, მართლა დავიღალე. არაფერი აღარც მოგშვიდეთ და აღარც მოგწყურდეთ დღეს ხო შეიძლება არა? ხო გოგო. შენ კაი ადამიანი თუ გამოსვლა გინდა თქვი ნორმალურად, რომ მინდა გამოსვლა. ბიჭო. ჩინი ჩემულამაზო. ჩინო ბიჭო. ერთ სიტყვით წეგან დილას ვაპირებდი რა ქვია ვიდეოს ჩაწერას, პირველი ვიდეო რომელიც იყო, სხვა ვიდეო უნდა ჩამეწერა. აზრებიც მოკრებილი და ეხა ვიცოდი რა უნდა მეთქვა, არა. იმიტომ რომ გამარჯვების გარეშე არ ვიცი, გარდა არ ვიცი საერთოდ რას ვიტყვი ხოლმე. ხო და კიდევ ვიწყე ვიდეო, მაგრამ მე სექტანტები დამადგნენ და სექტანტები შემოუშვა ბარბარემ. რაღაცა გავზინძლე. სექტანტები დავაყირა ბარბარემ თავზე. ხო და მე გადავსექტანტი მეც. და სხვა რაღაცაზე დავიწყე ლაპარაკი. მაგრამ მოდი ახლა გავაგრძელოთ გუშინ და გუშინწინდელი ვიდეო. პირველ რიგში მინდა ვთქვა ერთი რაღაც რა, რომ კითხვა რომ დაიცი როგორი იყო რამდენიმე ვიდეოთი ადრე. კომენტარებთან დაკავშირებით. რომ ვიდეოებს რო კომენტარებს ურთავენ, უთიშავენ, ან განსახილველად რო რჩება და რაღაცა, ეგ ну რა თქმა უნდა ბლოგერის და ბლოგერის უფლება, მაგრამ ესეთი ის იყო რა, რომ ყველასო გათიშული აქვს კომენტარიო და ვისაც რავს უნდა იმას წერენო. არა აქვს ყველას გათიშული კომენტარი. მე რო არა მაქვს კომენტარები გათიშული, კარგად ვიცი, იმიტომ რომ ჩართვის დროს ვიდეოს დადებიდან დაიდება თუ არა ვიდეო, მე გვაძლევს უფლებას YouTube-ი, შევიდეთ, ჩავურთათ კომენტარები, ჩავურთათ მონეტიზაცია, დავაყენოთ ჩვენთვის რაც მოგწონს ის სურათი, ან თვითონ ძირითადად მე ვტოვებ ხოლმე, რასაც YouTube-ი ავტომატურად აყენებს არხისგან ვითარებისთვის და მთელი ისინი, ფულ თქვენ არ მირიცხავთ, რომ მთელი ტექნიკა ვიყიდო და რაღაცა ვქნა ხოლმე და იყოს ახლა და აი ეგ მეტის ღირსები არ ხართ უყურეთ YouTube-ის დადებულ სურათს, აი ეგ. რა იყო შულო ახლა მოდაში არის. თან ხოლმე ითხოვდა, თან მაგრამ უნდა ლამწყო. ბარბარე. მოყვარიც ის გუშინ და გუშინწირა ვიდეოებიც იყო და შემიძლია დავასახელო ის ბლოგერები. ვიდი კოპი შენ დავასახელე. შენ ახლა ჩუმად იყავი, სანამ გაგწეწე, რომლებიც არ უთიშავენ არ თიშავენ კომენტარებს და დაშვებული აქვთ ყველანაირი კომენტარი. ეს არის მე, ეს არის ნანუშკი, ეს არის ლიკა და ეს არის დოდონა. იმიტომ რომ ძალიან ხშირად თქვენ უფრო სწრაფად ნახავთ ჩემს და მათ ვიდეოების ქვეშ კომენტარებს, ანუ თქვენ უფრო პირველები ნახავთ ვიდრე თვითონ იუთუბერი. მასია. ძალიან ბევრჯერ გოგოებს ჩაუგდიათ მაგალითად სკრინის კომენტარი ჩემთან და უთქვიათ რომ აი ეს გუშინდელი კომენტარია და შენ პასუხი არ გაქვს გაცემული ან არ გაქვს დაგულებული. ანუ ეს იმას ნიშნავს რომ შეიძლება მე ვერ ვხედავდე იმ კომენტარს და აი ძალიან ცუდად მოდის რა არ ვიცი როგორ და რანაირად შვება ეს YouTube-ის რაღაც, ანუ ზოგი კომენტარი იმალება, ზოგი არა, ზოგი თუ სხვასთან ჩანს, ჩემთან არა. თუ არ შევედი და არ ვეძებე რა და ამას ძალიან იშვიათად ვაკეთებ ხოლმე, ვცდილობ რომ თვითონ YouTube სტუდიოში მოვძებნო კომენტარი და გოგოები მეხმარებიან ხოლმე ამაში, რომ აი შენ არ გაქვს პასუხი გაცემული, ან არ დაგულებული და ძალიან ძნელია ხოლმე ელემენტარი მოლოდინის სახია რაღაცა ესეთი, რომ ანუ რაღაც ვიღაცას რომ შენ ადრესაც რომ რამეს უწერ,
ელემენტარული ის უნდა დააგულო კომენტარის თუ კითხვას არ შეიცავს დააგულო მაინც რა და ნუ კითხვას თუ შეიცავს უნდა უპასუხო ყველა ვარიანტში ეს შენი მოვალეობაც არის ანუ ბლოგერის მოვალეობა იმიტომ რომ ადამიანი გიყურებს ადამიანი გიწერს და ელემენტარული შენ რომ დაუგულო მაგის ღირსი უნდა გახადო იმიტომ რომ ელემენტარული პატივისცემა ეს ხო და ანუ მათ იმის ქვეშაც კომენტარები მინახია რომელიც არ არის ჯერ პასუხი გაცემული, აი რომლებიც დავასახელე მე, არ არის ჯერ დაგულებული და ეს იმას ნიშნავს, რომ მე რომ ნახე, ჯერ მას არ უნახია. და ჩვენ 4-ს, აი ესე ვიტყვი რა, იმიტომ რომ მართლა არ თიშავე კომენტარებს. რო იყოს ესეთი შემთხვევა, აი შეხვიდე და 100 კომენტარიდან 100-ვე დაგულებული იყოს. ნუ ეხა ისე ხო არ ხდება, რომ დავაგულე თუ არა მაშინ ნახე, ხო? ეს იმას ნიშნავს, რომ კომენტარი რომ მოდის ჯერ მე ვნახულობ, ანუ ჯერ ბლოგერი ნახულობს და მე ვამტკიცებ მინდა თუ არ მინდა. და იქ თუ უკვე შენ ყველა კომენტარი დაგულებული დაგხვდა, ნუ ახალ ვიდეოზე ვამბობ, რომ ძველი ეხა ყველა ვარიანტში ვახერხებ, რომ ყველა დააგულო და დააკომენტარო და პასუხი გასცე. ახალ ვიდეოზე ვამბობ, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად შევდივარ, რომ არაფერი დამრჩეს და არაფერი გამორჩეს, მაინც არის რომ რჩება. ხო და რაი რო შეხვალთ და ყველა რაღაცა იმ წუთას დადებულ ვიდეოზე, ესე იგი ეს ყველა არის ჯერ ჩემთან მოსული, მე გადარჩეული და რომელი გაუშვა და რომელი არა. აი ეს. და მე ვფიქრობ, რომ როდესაც კომენტარს უთიშავ არხს ვიდეოს, ეს ნუ რა თქმა უნდა შენი უფლება, მაგრამ ერთ მხრივ შენ მაყურებელს არ თმევ რაღაცების უფლებას, ანუ შენ გინდა რომ გიყურონ, მაგრამ აზრი არ გამოხატო. ეს რაღაცა სალმხარმოტეხილივით გამოდის რა, ანუ სრულყოფილი არ არის ეს ურთიერთობა. ჩემი აზრით, თორე ხა ვის რა როგორანაირად არის. ხო, რა თქმა უნდა, დაბლოკვა ჩემი უფლებაა და ყველას უფლებაა და ადამიანი იმისთვის არ უნდა ბლოკო, რომ უბრალოდ შენ სიმართლეს გეუბნებიან და კან წყინს და რაღაცა. არა, მე ძალიან ბევრი დამიბლოკია, ეხა ბოლოს კი ვთქვი აღარ დავბლოკავ მეთქი, მაგრამ მახსოვს ერთი ძალიან უაზრო დავბლოკე. აი ხა თუ კატა იქნება, ჰაერში მოხსნის ამას, მოეთრიბოდი აქა, შებებრუხანა 6 წელია ის დაგათრევ. აღარ აქვს დრო. ალა, ძიმი ბიცია რა დრო უნდა გქონდეს. ხო და იყო რა, მაგას ვამბობდი და როდესაც ესე უაზროდ, აი სულ კმაყოფილო მომხმარებელი აღარ და მაყურებელი რო არის, რომ აი თემასთან საერთოდ არაფერ შუაში არ არის და რაღაცას რო გეუბნება და გაუციდებ და კარგი და ერთხელ და ორჯერ და ზედ როად ის იბლოკებია რა თქმა უნდა და ნუ უზრდელები არ ყოფილან ჩემთან. ნუ რამდენიმე ლაივშია ხოლმე შემთხვევა აშკარად რომ ბავშვები არიან შემოსულები და იმათ უბრალოდ არ უნდა აყვედა და ეგ მეორე თუ მესამე რა ვიცი რაც იყო. და ისა ანუ ძალიან ცუდია რა ეგ მიმართულება მაგით რომ იყავს რომ გინდა გიყურონ მაგრამ არ უნდა წერონ ეგ ცუდია იმიტომ რომ ელემენტარულია რომ ანუ რაც შენ მოგწონს იმას გავუშვებ და ეს ძალიან ხშირად ხდება ხოლმე მაგალითად ისეთ ვიდეოებზე და ისეთ პოსტებზე როდესაც ადამიანის რაღაცა გაღიზიანებას იწევს და უნდა რომ იგითითოს, ცუდად არა, ზრდილობიან კულტურულად, მაგრამ შენ არ გინდა რომ იგითითოს, ამ შემთხვევაში რთავ. და ამიტომ ამ ბოლო ხანებში, რასაც მე ვუყურე და რასაც მე შევხედე და ეს პოსტები და ეს ვიდეოები რომ ვნახე და ნერვები მომეშალა, აღმოჩნდა რომ ამ პოსტებზე და ამ ვიდეოებზეც უგათიშული ჰქონდათ კომენტარები, იმიტომ რომ არ აწყობთ. რომ 100-დან 99 დაუწერდა იმას, რომ ეს არის სირცხვილი და არ შეიძლება და ეგეთი კომენტარები არ აწყობთ. ეხლა რაც შეეხება ამ ორი დღის ვიდეოს შედეგს, ანუ ჰქონდა თუ არა ვიდეოს შედეგი. შედეგისთვის არ დამიდია მე ეს ვიდეოები პირველ რიგში, რომ აბა ნახე რაღაცა მადონა კოიძესავით შეუვარდე და რაღაც. არა. უბრალოდ მინდა რომ ამოვიღო ხმა იმასთან დაკავშირებით, რაც არ შეიძლება და რაც რაღაცა მხრივ მეც მეხება რა. ანუ ამ სფეროში ვარ და მეც მეხება. და არ მინდა რომ ერთიანად მოვიხარშოთ. ისევე დანარჩენ სხვებსაც ეხება, ალბათ ვისთვისაც ეს ყველაფერი მიუღებელია. წეგა ჩამოთვალე მე ეს ხალხი და მე არ მახსოვს.
აი მე ვინც ჩამოვთვალე, ჩემს გარდა 3 ადამიანი კიდე არ მახსოვს, როგორი რაღაცაც არ უნდა გაიწერო, იმათ რამე აი ესეთი და ამდაგვარი დაეწეროთ. რავი, მე ნანუშკი არ მახსოვს ჩამიდიწყეთ რა ეთქვა. ლიკას მიუხედავად იმისა, რომ პატარა ბავშვები ყავ, პატარა შვილები ყავ, ქირით არის და პატარა ბავშვები ქირა და მარტო ცხოვრება, იცით რაც არის. არ მახსოვს. და დოდოლა, არ მახსოვს და არ მახსოვს. შეიძლება კიდე, უბრალოდ მე ვინც ხშირად მხვდება, ვუყურებ, ნახულობ და რაღაცა, იმაზე მაქვს ლაპარაკი. ვინც დებს და ვინც არ დებს გამოვყოფ თავისუფლად. ვინც დებს, იმას არ ჩამოვთვლი. ვინც არ დებს, მე ისინი უფრო მეამაყებია. იმიტომ რომ კაცმა არ იცის ეკრანის იქით ვის როგორ უჭირს, მაგრამ არ აკეთებენ მაგ იმას რა ქვია შუბლზე ძარღვის გაწყვეტას და ადებენ ანგარიშის ნომერს. რატო? განა არ უნდათ დახმარება რაღაც შემთხვევაში რამდენჯერ ყოფილა თქვენ ნებისმიერი მაყურებელი, რომ რაღაც მომენტში გჭირდებათ თანხა და დახმარება და ფული. აი ელემენტარული აიღეთ, არა აქვს მნიშვნელობა კამერასთან იჯდები თუ არა. და რომ მოდი ავდგები ხა წავალ და ისა. მე ზოგადად მივალ და ვეთყვი, რომ ისე მომეცი რა ერთი TikTok-ზე ხომ გავაგრძელებ მაგას არ დავწე, ხან TikTok-ზე შევხვდა ვედავე იმას ბარბარეს რა და გაგვეცინა კიდეც. ხა ჩარიცხეთ 10, 20, 30. ეხლა. ანუ სტავკა აქვს, გაიგე და ესე უნდა მივიდე და ვიუთხარ 40 ლარი მომეცი. თან ჩხუბობდა, ხო? ეხლა გადავალ ნინოსთან მე ზობერთან და ვეტყვი ანასთან, ანა არ არის სახლში. ნინოსთან გადავალ. ნინო მომეცი 40 ლარი დროზე. დროზე ხარ რას მაყენებ? ანუ ესეთი სიტუაცია რა. ეს ხო სირცხვილია. ხო, რა მშვება ეკრანიდან იქნებ თუ ეკრანის აქეთ. ხო, ეგ იმას ეხება შედეგიზე და არა შედეგისთვის არ დამიდია, მაგრამ თუმცა შედეგი მოყვა ის, რომ რამდენიმემ აიღო პოსტი. გამოდებული სკრინებით, ხარჯებით და აშ. მაგრამ რამოდენიმემ კორექტირება შეიტანა პოსტში. ანუ, ეხა დაბადების დღისთვის კი არ ითხოვს. უბრალოდ იმდენად გინდათ თქვენ და შეღონდა ადამიანი. შეღონდა ადამიანი, როს თხოვს და თხოვს, შეღონდა მათ დადო რა. ანუ, მე კი რაღაცაო, მაგრამ რადგან ითხოვთ ახაო. ეხა დაიცა, ეხა კიდე ერთი რაღაცა. ეს ცხადად და დაფარულად რო ხდება რა, მაგაზე მინდა ვილაპარო, ბევრს აღარ გავაგრძელებ, იმიტომ რომ ესე ცოტა ხანი უნდა წამოვწე. TikTok-ში შევალ და გავერთობი, ჩავთავ იმას რა ქვია, დარბაიძეს და უყურებ. და მაგისთანები რამდენი არის ეგ. კარგი წვნის ხმებონას. მე სულ გაუპერა მაგაზე, ეგ მაგათ რო აკლიათ, ანუ ეგეციებია რა. რა გააკლიათ, რამის არის მამად გამოვიყენო და პაპად. ისეთი ფული აქვს, მე მგონი ანგარიშს. ნუ სანამ დამავიწყდება რა ხურობა იქით იყოს და რაღაცა. დაფარულა და იმას ვამბობდი, ანუ ადამიანს როდესაც აი, ეხა მივმართავ იმათ, ვინც ესე გამოდებენ და რაღაც. გინდა გაიგეთ, გინდა არა, არ მაინტერესებს. უბრალოდ როგორ ხდება და როგორ შეიძლება მოხდეს. მე არ ვამბობ იმას და არ ვაპროტესტებს იმას, რომ მე ვინმესგან არ ამიღია დახმარება. არ ამიღია საჩუქარი. ძალიან ბევრისგან ამიღია მე ამანათიც, ბავშვების ტანსაცმელიც, ეგ ხო ორივე ერთია. ხო. და თანხაც. არაერთხელ ამიღია, მაგრამ როდესაც აი ელემენტარულს გეტყვი, როდესაც ადამიანს ხო კიდე, კაცო, ანგარიშის ნომერებსა და პირადებსა დებ და როგორ შენი საკუთარი Facebook-ი, Instagram-ის და იმის გვერდები არ აგაქვს მითითებული, ანუ მე რომ მინდოდეს დახმარება შენთვის, რაღა თვალებში უნდა მომაფარო ეს პირადი ნომერი, ხო? დამაცადე, გადავალ შენ პირად გვერდზე, აი, მინდა რომ დაგეხმარო. გადავედი შენ პირად გვერდზე, ნახე შენი Facebook-ი, რა უნდა მაგას? მოგწერ პირადში. ესა და ესა ვარ, ძალიან მინდა გაგეხმარო, ძალიან მინდა გაგახარო, ესე რომ გინდა გახარება, გაგახარო. დამაცადე, აბა გაგახარო. დამაცადე, მოგწერო, ხო შეიძლება და
რაღაცა იქ შეთანხმდით. და ანუ სასაცილოა ეს რაღაცა რა. ადამიანს რომ უნდოდეს ვინც აქ თხოვთ დახმარება მინდაო და პირადი ნომერი ისაქენითო დადეთ ჩქარა მინდა რომ გაგახაროთო. ეს ადამიანი პირადშიც გნახავს და ვინც ესე თუ არსებობს ადამიანი რომელიც ესე ითხოვს. არა არსებობენ. იმიტომ რომ მე გუშინაც გითხარი რომ მე რომ გითხარით მე რომ ვიდეოების გადაღება დავიწყე. ვიდეო ერთი იყო და კომენტარია 10 ხოლმე. ერთ-ერთი ადამიანისგან თუ ორნი იყვნენ ხოლმე რომ დადი ანგარიშის ნომერი და გამაკანკალა რა, ხო იცით ესე უფასო ყველაფერი როგორ უყარს ქართველებს რა კარგია ხა ანგარიშის ნომერს დავდე ფულს და მირიცხავ, იმიტომ როგორ უნდა ხალხს რომ დამირიცხოს. არ უნდა. ერთი რო შეგაცდინონ აიგ უნდა და დადო ანგარიშის ნომერი და იქ ახარ წაშლილი. კიდე იმას ვამბობ. აი ესეთ სტილის ვიდეოებს, რასაც ახლა მე ვაკეთებ. ამას არ უნდა არხის განვითარებისთვის ჩარიცხვა. შენი ჭირმე რა არხის განვითარებისთვის. აი ესეთ ვიდეოს როცა იღებ, რა უნდა? არც მიკროფონი არ უნდა. ტელეფონი უნდა. ცოტა უკეთეს. აი ხანდახან ესე წააპარეთ ხოლმე. ხო შვილი? წააპარეთ. არ არის აუცილებელი თვალებთან ედოს. აი თქვით მაგალითად, მოდის ბავშვის დაბადების დღე. რა გინდა შვილო დაბადების დღეზე? აი ეგა ცხელია შეუბედურო, შენ მაინც გადავარდა. შესაძლო. მოდი, ჩემო ლამაზო, პენსიაზე ხარ გასათვლელი. შეუბედურო. აი ბარბარეს დაბადების დღე მოდის. ბარბარე დედა გინაცვალოს. რა გინდა და შენ ტელეფონი? ვი რა კარგია. მორჩა. ვითხოვე, გაიგეთ რა, მე ფერც ვერ გაიგეთ. როგორ ვერ გაიგეთ, მაგრამ არ გინდათ რომ გა. ის გინდა და. ბაბა მითხარი, ჩუმად მითხარი. ჩუმად ვითომ არის. არის, საბარაგი რა მინდოდა? გავთიშა, დავაპაუზო. რა მინდოდა? ჰა, მე რავი. მე ხალვამოდენა კონცერტი მაგისთვის მე რავიო. ანუ რაღაცა ქენით რა, რაღაცა. ხუმრობა იქით იყოს რა და ვისაც დახმარება უნდა და ესე ძალიან აქ თხოვთ, ის პირადშიც გიპოვით. კაცო, არ არის ეს საჭირო, რომ არხის სახელი წაახდინოთ. არ არის, საერთოდ არ არის საჭირო. ნინო, დაბადების დღეზე რა გინდა, რომ გიყიდო? ყური ნახე. ვაი მე უყიდე. ყური, ქალო. კამას სარკესავით აქ. სად მიყავს და შეიწვა თუთიყუში. მოდი ჩემ. გაუშვი ჩემი შვილია ეს. იფრინა რამდენიმე და მოსწყდა კისე. ბერცო კი ვერ დაფრინო. ამა საკმარისია ესეთ ოთახში ერთი 5-6 გაუჩერებლად გაფრინდეს და გამოფრინდეს გული უსკდება. ეს არ არის ის ჩიტი, რომელსაც ფრენა შეუძლია დიდი ხანი. ეხლა რამდენჯერმე რომ გაფრინა, მოხუციც არის, 5 წლისა მაინც იქნება. ამდენი ხანი არც ერთი ჩიტი არ მყოლი. ეხლა იცი რატო არ იმაშვები, იგაბა იქ შედი, იქ შავი კატახუ არ წევს შემთხვევით. ოთახში. ჩვენთან საძინებელში ნახიება, იქ შედის ხოლმე და კი არ იცის ესე, მაგრამ ინსტინქტი ოხერია რაღაცა გამიფრთხიალებს ჰაეში. არა? ჩემი კუკი. ბიჭო, ჩემი ბიჭი ხარ სი. იცი და ლალამაზი ბიჭი არის ესა. აი ჩავარდა და კრესლოს უკან გადავარ. გაუში გამოწყაპდები. უბრალოდ არ დაგვავწოს რა კარიერა გახსნა. გაითხურ გადიხარ. არა. ხო და ესე რა, ერთი თუ და ორი გაკებიით. ნინო, ხო არ მოგშივდა შვილო, რამე ხო არ ჩავიდე გავაკეთო. არა, კარგი. არა ვჭამეო. გვაკიდე. მეთქი ერთი ცალი. ერთი ცალიღაა თუ ერთი ჭამე? პერაშკი გვაკიდე. ერთი ცალი ვიდეო ამიტანე ერთად. თათარა, როგორ მეშინე პერაშკზე რომ რამეს იტყვია. ერთ პერაშკიც მიდი. საჭმელი აღარ გავიგობეთ, ხო თქვი? აფშია. აი რომ მოგშივდება და კუჭი რომ მიგახმება და აი ესე რომ მოგივა ფერზე, მაშინ ჩადით საჭმელად. აღარ შემიძლია უკვე. არ წამექვის მე რა გინდა? ექვის მე არ ჭამე შვიდია. თათარა კამფეტია შვი. ნინო გამოიყვანე ის რა, მიდი.
მიდიარს დაშეწვრეს, არ დამავიწყოს პროცედურა და კატა არ შემოიპაროს, თორე დამემშვიდობებით კოკის. რამოდენა ვიგაგანე და ყავა არ დამილები. თქვენი ბრალია. ვეღარ გათავდა ეს მომეცი. ვეღარ გათავდა ეს ყავა, ნინო აი ესეთი გრანულებიანი აღარასოდეს არ მოიტანო. საშინელი მწარია. მე ვინ წავა სემიჩკაზე? სემიჩკაზე მიდე. არა, მხრები აი. ანუ სემიჩკაზეა თათარამა უნდა გაუკეთე. კაცო, ის მოუნდა პერაშკი გაუკეთე. რავი, კიდე რა? პერაშკი არ მინდოდაო. დარგიჭა. ამოყო. პერაშკი არ მინდოდა. არა, ძალით ვაჭამე, ხალხო, წეგან ჩავჩაჯეთ. წყალ ჩავასხით, ისა კამპოტი კი არა და წვენი. მადლობა, ნინო. არაფერს. გამომიტანა. თეთრი რატოა? წადი ამოუტანე და ეს ბუმბულები გამოსდის ახალი. და ისა. ფულიც გექნება წადის იმას ემიჩკას. 20 ლარი მოაქვს ასე და 20 აქ და ასე. დედას გეფცები ეს ისა. უბრალოდ რა უყავის ფულ პაპამ რომ მოგცა 30 ლარი მოგცა პაპა. 30 თეთრი და 30 თეთრი გამჩო. ეს არის. ესე იგი აი როგორ ვთქვა, მაგრამ აი მინდა რომ თქვა რა ესე ივანეც და ნინოც აქუჩები გამოიყენებენ ისე როგორც საჭიროა. ნინოს ეხა არ ვახარჯინებ, ხო? რაღაცა რომ უნდა ვაცლებ. ეს ფლანგველი, ვის ოჯახშიც ეშევა, დაიქცევა ხალხი. არ შევა. არა, აი გაჭმეინებ თუ ისა შენი მამზებ რა. არ შევალო. დედა, წავედი ხახრო მომავალ ვიდეომდე დაგემშვიდობებით და სახარისხებელი მყავ ხალხი რა აქ სახში. ხოჩი მოპატარა. დაგემშვიდობებით მე და კოკი. კარგად.